ერთი ახალგაზრდა კაცი, სახელად სოსო, მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში და თავისი YouTube არხისთვის ამზადებს ვიდეო რგოლებს და ჩვენ მაყურებლებს, ესე იგი, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა გვარი ინფორმაცია მივიღოთ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. კიდევ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, იუთუბერი არის კაკო, რომელიც ასევე ცოტა სხვა კუთხით, ასე ვთქვათ, სხვანაირად წარმოაჩენს ხოლმე ამა თუ იმ ქვეყანას, იმ კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობის დროს. და მოკლედ ეს ადამიანები, ასე თუ ის ახლა მე მაგალითად აქ ვარ საქართველოში ვარ, არ მიმოგზაურია რომელიმე სხვა ქვეყანაში, ვთქვათ, რომელიღაცა ინდოეთში იქნება, ჩინეთში იქნება, გერმანიაში იქნება თუ სხვაგან და ასე თუ ისე რაღაცა შესაძლებლობა მაქვს იმისა, რომ აი ასეთი ვიდეოებით გარკვეული ინფორმაცია მივიღო ამა თუ იმ ქვეყანაზე, ქართულ ენაზე. ამავე დროს არის ინგლისურენოვანი, რუსულენოვანი, საერთოდ უხმო ვიდეო ტურებიც არის, ასე ვთქვათ, ხო? და დღეს ინტერნეტის ეპოქა როა, ინტერნეტის დრო რო არის და ხელმისაწვდომია ჩვენთვისაც, უფრო ბევრი ინფორმაცია შესაძლებელი არის, რომ მივიღოთ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მაგრამ ეს მთლიანობაში მაინც არ გვიხატავს იმ სრულ სურათს, რომ ჩვენ სიღრმისეულად ვქონდეს ამა თუ იმ ქვეყანაზე წარმოდგენები, ამისათვის, ესე იგი, იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანა თქვათ გერმანიაზე თუ ჩინეთზე თუ ინდოეთზე თუ რომელიმე სხვა ქვეყანაზე გქონდეს სწორი წარმოდგენა, უფრო ღრმად უნდა შევისწავლოთ ამ ქვეყნების თვითონ აი ხალხის აზროვნება, ასე ვთქვათ, რა აზროვნების არის ეს ხალხი და რასაც იქ აკეთებენ, რატო აკეთებენ ამას, ხო? ასევე არის საქართველოშიც, საქართველოში ხოლმე მოგზაურები რო ჩამოდიან ხოლმე ტურისტები, ასე იგი, ეს ტურისტები თავის ქვეყანაში ბრუნდებიან გარკვეული შთაბეჭდილებებით. მაგრამ ეს შთაბეჭდილებები ასახავს თუ არა იმ სრულ რეალობას, რაც საქართველოშია. რა თქმა უნდა არა. იმიტომ რომ თუ ადამიანმა აქ არ იცხოვრა, აი აქაური ცხოვრები არ გახდა და ან უფრო აი ღრმად არ შევიდა აქაურ ადამიანთა აზროვნებაში და არ გამოელაპარაკა ადამიანებს, არ შეისწავლა მათი რეალური აზროვნება, ეხლა ესე მხოლოდ სტუმარი რო ჩამოვა, შეიძლება იმ სტუმარს გაუღიმო, ხო? გაუღიმო ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ერთი დღე, ორი დღე, მაგრამ და იგი როცა დაბრუნდება თავის ქვეყანაში, იტყვის, რომ აი ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია და კარგი ხალხია, ვთქვათ, აი ასეთი იმით. მაგრამ როდესაც, ეს სტუმართმოყვარეობა, კი ბატონო, მე ამაზე ცუც კი არ ვიცახი, კი ბატონო, ეს სწორიც არის, რომ ჩვენ ვთქვათ, სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინოთ, მოვიპატიჟოთ, გავუღიმოთ კიდეც და კარგად მოვექცეთ. მაგრამ როდესაც ეს ადამიანი სტუმარი უკვე ცოტა ხანი აქ დარჩება საცხოვრებლად და უფრო აი ღრმად დაინახავს აქაურ მდგომარეობას, დაგვილაპარაკება, უკვე იგი უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს აქაურ, თქვათ, სიხარულზეც და აქაურ ჭირვარამზეც. და ამავე დროს ეს მისთვის არ იქნება კიდევ საკმარისი, რომ ადამიანზე ჰქონდეს სწორი წარმოდგენა, იმიტომ რომ ადამიანზე სწორ წარმოდგენას ჩვენ ვერ მოგცემს მეორე ადამიანი. ადამიანზე სწორი წარმოდგენა უნდა მოგცეს იმან, ვინ ჩვენ გაგვაჩინა და ეს არის ღმერთი. ესე იგი ღმერთი უნდა დაგვილაპარაკოს ჩვენ, ღმერთმა უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, ვინ არის ადამიანი. ეხლა მე მინდა ერთი ვიდეო გაჩვენოთ, სადაც ეს იუთუბერი, ეს ახალგაზრდა კაცი, სოსო იმყოფებოდა გერმანიაში და მასთან ერთად კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი
ეს ორნი იმყოფებოდნენ გერმანიაში და ერთ-ერთ სოფელთან ისინი გადააწყდნენ ისეთ ბაზრობას, სადაც ადამიანები არ იყვნენ, იქ გამყიდველები არ იყვნენ. არამედ იქ ბანერებია გამოკრული, რომელი გოგრა რაფასიანია და ფულის ჩასაყრელი ყუთებიც არის დამონტაჟებული. და ესე იგი მიუთითებს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს ეს გოგრა აიღოს და ფული ჩააგდოს იმ ყუთში. და ამ ადამიანებმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს ილუსტრაციითაც, აგერ ვიდეო გადაიღეს და ჩვენც დაგვანახეს ეს. მერე ისე ჩანს, რომ ბოლოს ამ კადრის ბოლოს ეს ბიჭები ამ გოგრებით ხელში გარბიან და თითქოს ისეთი სახუმარო ის შექმნეს, რომ თითქოს ესენი იპარავენ ამ გოგრებს. მაგრამ უნდა ვივარაუდო, რომ ეს მოპარვა არ იყო, ეს მხოლოდ ასე ვთქვათ სახუმარო ვიდეოსთვის გაკეთებული სახუმარო სცენა იყო. ასე რომ მე ახლა ვერ გავიზიარებ იმას, რომ ამ ბიჭებმა ახლა გოგრები მოიპარეს, ხო, გოგრები. კარგი ქაერია. გერმანიაში ხშირად ხდება სოფლებში აი ასეთი პატარა დახლები, სადაც შეგვიძლია მოვიდეთ, უბრალოდ ავიღოთ სოფლის პროდუქცია და გადავიხადოთ თანხა რა. ანუ არავინ ყურადღებას არ გაქცევს რა. შენს პატიოსნებაზეა დამოკიდებული, რას გადაიხდი, არ გადაიხდი რა ისა. ნახე ბიჭო, ზომების მიხედვით არის. ანუ პატარა ღირს 6 ევრო, საშუალო ტიპი ღირს 7 ევრო და დიდი ზომა ღირს 8 ევრო. ანუ ზომებიც კი კეთილსინდისერად უნდა განსაზღვრო რა. ხო. აზე ხარ? ანუ შენ რო ხა ამას აიღე. უნდა გადაიხადო 8 ევრო, მაგრამ შენ შეგიძლია თქვა რომ არა ძმაო ეს პატარა. ფასები როგორია რა სიტყვა? ფასები? 3 ევრო ხა მაგალითად. ყვახის ფასებში ცოტა ვერ ვერკვევი, მაგრამ მე ამ ყვახში 3 ევროს გადავიხდი. მე მეძვირა ძმაო. გეძვირა. 3 ევრო ცოტა მეძვირა მაგის. მან ტყრებ უსს? აი აქ დაყრე, აი აქ. ამაში ყრე. მან ქეშს. საქართველოში იმუშავებს ეს შენი აზრით? კი. რა სიტყვა? წესით იმუშავებს. ვისურვებდი რომ ჩვენც ისე გვეცხოვროს, რომ აი ასე მოსულიყვნენ ადამიანები, აიღოთ კეთილსინდისერად თავიანთი სასურველი პროდუქცია და თანხაც გადაიხადოთ. ეგეთ ქვეყანას ვისურვებდი მართლა. 5 minutes later. I wanna get too close, gonna get it right now. I wanna push all the limits with you right now. So what's your feelings? The city's screaming, we're not coming home tonight. ეხლა ამ შემთხვევაში ისე ჩანს გერმანიის კონკრეტულად აი ამ სოფელში, რომ როგორც ჩანს ადგილობრივები არიან ერთმანეთში ისე ურთიერთობაში და ისე შეთანხმებულები, რომ ერთმანეთს შრომა არ დაუკარგონ, ასე ვთქვათ, და ეს რაღაცა მოპარვით ვერ აშენებენ ერთმანეთის ეკონომიკას და ზოგადად სახელმწიფოსაც, ხო? ნუ კონკრეტულად გერმანიის ამ ერთი სოფელის მაგალითზე რო ვთქვა. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ესე იგი, საერთოდ ცოდვა აღარ არის გერმანიაში, ესე იგი, ცოდვას აღარ ჩადიან ადამიანები? თუ კონკრეტულად აი ეს ქურდობა, ესე იგი, მოპარვა, შემცირებული, აი ამაში ვინ გაგვარკვევს? რა თქმა უნდა, გაგვარკვევს ისეთი ადამიანი, ვინც კონკრეტულად აი იქ ცხოვრობს და იქაურებს, იცნობს, ურთიერთობა აქვს და თუ კი ვთქვათ, მოპარვისადმი ისინი იკავებენ თავს, აი სხვა რაღაცებში როგორ იქცევიან, ადგილობრივად მცხოვრებმა ადამიანმა უნდა გვითხრას ამის შესახებ. ესეც არ იყოს ახლა ამ შემთხვევაში ადგილობრივად მცხოვრებს საერთოდ არ გავესაუბროთ, აგერ თვითონ ღმერთი გველაპარაკება იმას, რომ ადამიანი არის ცოდვილი და აუცილებელი არის ამ ცოდვისგან გამოსყიდვა. თვითონ ადამიანი არის ცოდვილი ბუნებით დაბადებული, მოყოლებული ადამიდან ჩვენ
და მემკვიდრეობით ეს ცოდვილი ბუნება და აუცილებელი არის ამ ცოდვისგან გამოსყიდვა და ამიტომაც მოვიდა იესო ქრისტე და აი მან გვითხრა ეს რომ მე ვიღებო თქვენს ცოდვებსო მე უნდა ავიღო იგი ამას ეუბნებოდა იმ დროინდელ ადამიანებს და უკვე მან ეს რო გააკეთა თავისი ესე იგი თავის თავზე იტვირთა ჩვენი ცოდვილი ბუნება, ჩვენი ცოდვები, ჩვენი ძველი კაცი მოკვდა ამისათვის და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და ახლა ყველა ადამიანს მოუწოდებს მთლიანად შემოbrunებისკენ, ესე იგი მთლიანად მონანიებისკენ, რომ ადამიანმა ფარხმალი უნდა დაყაროს, უნდა აღიაროს თავისი ცოდვილობა, რომ იგი ღმერთს დაშორებულია, ცოდვილია, მას არ შეუძლია თვითონ განთავისუფლდეს აი ამ ცოდვილი ბუნებისაგან, ცოდვისაგან არ შეუძლია მას ამის გაკეთება დამოუკიდებლად და ასე ესე იგი მთლიანად თავისი თავი ნულზე დასმულად უნდა გამოაცხადოს, რომ ესე იგი მე არ შემიძლია აი ამ ცოდვილობისგან განთავისუფლება და შემდგომ ამისა უკვე იესო ქრისტე უნდა ირწმუნოს თავის უფლად და თავის მხსნელად, თავის გამომსყიდველად, რომ რაც იესომ თქვა, რომ მე გამოგისყიდეთ ცოდვისგან და ეხლა ეს უნდა დაიჯეროთო და როცა დაიჯერებთ, როცა ირწმუნებთ აი ამას თქვენ ნამდვილად განწმენდილები იქნებითო, აი როდესაც უკვე ადამიანი იესო ქრისტეს ირწმუნებს, ხო, თანაზიარობაში შევა, ასე ვთქვათ, აი ქრისტეს მიერ გამოშვერილ, გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდება, ხო? ამ შემთხვევაში, როგორც ეს მეტაფორა რო ვიხმარე, იესო ქრისტეს ხელი აქვს გამოწვდილი ყველა ადამიანისადმი და მისგან ყველაფერი გაკეთებულია და ეხლა მხოლოდ ჩვენგან ის არის აუცილებელი, რომ ჩვენს გადავდგათ ეს ნაბიჯი და მთლიანად ჩაობარდეთ მას. და ესე იგი იესო ქრისტესადმი დაჯერებით, იესო ქრისტესადმი რწმენით ადამიანი გამოსყიდული არის უკვე ცოდვისგან და უკვე იესო ქრისტეზე არის მიყიდული. რას ნიშნავს ეს, რომ იესომ თავისი მსხვერპლ შეწირვით და თავისი სისხლით გამოგვისყიდა ცოდვის მონობისაგან, გვიყიდა ფაქტიურად და უკვე მას ვეკუთვნით და იგი არის ჩვენი უფალი, ჩვენი მხსნელი და აი ამ რწმენით ვმართლდებით, აი ამ რწმენით ვიწმინდებით და წმინდანები ვხდებით. თვითონ ამას უფალი ამბობს, ესე იგი, რომ წმინდანობა ეს არ არის პრეროგატივა, არ არის ეს რაღაცა ისეთი რამ, რაც საქართველოში გვესმის მასობრივად, რომ აი რომელიღაცა რელიგიურმა ორგანიზაციამ წმინდანად უნდა შერაცხოს თავისი რომელიღაცა წევრი, რომელმაც თავისი ცხოვრების ღვაწლით დაიმსახურა ეს წმინდანობაო. ეს რეალურად არ შეესაბამება სიმართლეს, წმინდანობას ადამიანი ვერ დაიმსახურებს თავისი საქმეებით, არამედ წმინდანობას განწმენდას, ცოდვისგან განწმენდავს იესო ქრისტე იძლევა სრულიად უსასყიდლოდ, ესე იგი ჩვენგან არაფერს ითხოვს რაღაცა საქმეებს, გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მას და იგი უნდა ვირწმუნოთ. უნდა გვწამდეს, ესე იგი, ვისაც არასწამს, მან უნდა ირწმუნოს და ვისაც გვწამს, ჩვენ უნდა დავრჩით აი ამ რწმენაში და აი ამ რწმენით ვართ გამართლებულები, განწმენდილები, წმინდანები, ესე იგი და მომავალშიც უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. საქმე იმაშია, რომ ესე იგი უფლისგან მონიჭებული ეს წმინდანობა არის მთლიანად მადლზე დამოკიდებული, რომ უფალი მადლით იძლევა ამას. მადლი ნიშნავს იმას, რომ სიტყვა მადლი ნიშნავს ისეთ საჩუქარს, რომელიც მე არ დამიმსახურებია ჩემი საქმეებით, ჩემი კარგი კაცობით, არა, ამას უფალი მე მაძლევს, იმიტომ რომ ვუყვარვარ მას. და ამიტომაც არის ბიბლიაში მოცემული ეს სიტყვები, რომ ესე იგი
იესო ამბობს აი ამას, რომ ღმერთმა ისე შეიყვარა წუთისოფელი ადამიანები, ესე იგი, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მორწმუნე გადარჩეს, ყოველმა მორწმუნემ იცოცხლოს. და ამიტომაც იყო ეს ძალიან დიდი აი სიყვარულისა დადასტურება იმისა, რომ იესომ ეს მთელი ტანჯვა წამება ჯერ კიდევ ჯვარცმამდე, ტანჯვა წამება და ჯვარცმა მოითმინა ჩვენთვის სიკვდილი ამავე დროს ხურეთ, ესე იგი ტანჯვა წამება, ჯვარცმა და სიკვდილი მოითმინა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ეს არ ესაჭიროებოდა, ესე იგი სრულიად წმინდა იყო და თავისთვის არ გაუკეთებია ეს, არამედ ჩვენთვის გააკეთა და აგერ როდესაც პილატეს წინაშე იყო წარმდგარი, პილატე ეუბნება მას, რომ იესო ხმას არ იღებდა და პილატე ეუბნება, რომ მე არ მპასუხობ, მე არ მცემ პასუხს, ხომ იციო, რომ შენს ჯვარცმაზე მაქვს ხელმწიფებაო, მე შემიძლია შენი ჯვარცმაო და უფალი პასუხობს, რომ არავითარი ხელმწიფება გექნებოდა ზევიდან რომ არ გქონდეს მოცემულიო. ესე იგი ეს დაშვებული არის, რომ შენ ეხლა მე, ესე იგი ჩემს ჯვარცმაზე რომ ბრძანება გასცევ, ეს შენი ნებით კი არ არისო და პირადად შენი ხელმწიფება კი არ არისო, არამედ ეს ზევიდან გააქვსო მოცემულიო, რომ ეს ასე უნდა მოხდეს. იესოსთვის აი ასე იყო დაწერილი ბიბლიის პირველ ნაწილში, პირობითად ძველ აღთქმას რო ვუწოდებთ, პირობითია ეს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი მაგალითად ბიბლიის პირველი წიგნი დაბადება იქ ძველი აღთქმა არ არის. თვითონ ის ძველი აღთქმა კონკრეტულად ეწოდება იმ აღთქმას, რომელიც ღმერთმა დადო მოსეს დროს ისრაელთან და ისრაელში მყოფ იმ უცხოელებთან, ვისაც უფლის სჯეროდა და აქედან გამომდინარე ღმერთი მხოლოდ ისრაელის ღმერთი არ არის, ისრაელისაც არის მორწმუნე ისრაელისა და ასევე მორწმუნე სხვა უცხო ტომელებისა, რომლებიც უფალს მიეწებებიან. ესე იგი იესოზე ეს წინასწარმეტყველებები, რომ იგი უნდა შეწირულიყო როგორც ცოდვისგან გამოსასყიდი კრავი, ეს წინასწარმეტყველებები, წინასახეები თვითონ მოსეს რჯულშიც არის მოცემული, წინასწარმეტყველთა წიგნებშია მოცემული, აგერ ესაია წინასწარმეტყველის 53 თავში არის მოცემული ამაზე ინფორმაცია. და ესე იგი, ეს იმთავითვე განსაზღვრული იყო, რომ უნდა მოსულიყო მესია და თავისი თავი უნდა შეეწირა ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად. ესე იგი, ეს უცოდველი სრულიად უმანკო შეეწირა ჩვენთვის, რომ ჩვენ გამოვესყიდეთ ცოდვისგან. და ეს არის ძალიან დიდი პირდაპირ სიყვარულის დადასტურება ღმერთისა ჩვენდამი, რომ ღმერთმა ეს მოითმინა და დაითმინა, ხორცით მოკვდა და რა თქმა უნდა იგი გრძნობდა მტკივილებსაც და ეს ჩვენთვის გააკეთა მან. მას ეს არ ესაჭიროებოდა, ჩვენ გვესაჭიროებოდა, ჩვენ ვიყავით ჭირში ჩავარდნილი და ჩვენ სასიკეთოდ გააკეთა ეს. ამიტომაც მართებს ადამიანს დიდი გულისყური იესო ქრისტეს აი ამ სახარებისადმი, რომ არ დარჩეს გაუგებრობაში, არ დარჩეს ღმერთთან ურჩობაში და ეზიაროს მის სიწმინდეს და მის სასუფეველს. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, კიდევ ერთი მომენტი, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ აი მაგალითად გერმანიის კონკრეტულად აი ამ სოფელში ისე აქვთ საქმე მოწყობილი, რომ სავარაუდოდ აი გოგრების, ასე ვთქვათ, გოგრების მაგალითი ან ქურდობა საერთოდ არ არის და უკვე ეს გამოცდილი აქვთ, ან ძალიან მიზერულია ეს ქურდობა თუ დაკარგვა და ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ და უღირთ, რომ მაინც ეს გააკეთონ. ეხლა სულ რომ ქურდობა არ იყოს ეხლა ამ სოფელში, ვთქვათ, იესო ქრისტე
გვეუბნება აი ამ საკითხშიც გვარკვევს, ესე იგი ზოგადად სულ რომ ადამიანმა არაფერი ცუდი გააკეთოს, თქვათ აი ესე ფიზიკურად არავის მოპაროს რაიმე, არავინ მოკლას, არავისთან იმრუშოს, მოკლედ ცუდი არაფერი აკეთოს ესე ფიზიკურად და იჯდეს სრულად აი იმ კანონის ფარგლებში, რაც თუნდაც ძველი აღთქმის დროს იყო მოცემული, ხო, ეს მთელი რიგი ისინი, ახალ აღთქმაშიც მოქმედებს, რომ ეს არ უნდა ვიმრუშოთ, აი როგორც ათმცნებაშია ჩაწერილი, რომ არ იმრუშო არაკლა უпроსტად იქ კაცი ქალი ორივე იგულისხმება, რა თქმა უნდა. ზოგადად კაცი ეწოდება ქალსაც და მამაკაცსაც და ესე იგი აი ეს ათმცნებაში მოცემული კანონები რომ არ იმრუშო, არაკლა, არ მოიპარო, არაცილი დასწამო, აი ამასაც კი რომ ასრულებდნენ ადამიანები, უფალი გვეუბნება იმას, რომ ჩვენ მაინც ცოდვილი ბუნების მატარებლები დავიბადეთ და აუცილებელი არის ამის აღიარება და იესო ქრისტესადმი რწმენა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ იმთავითვე სპეტაკები ვართ, წმინდანები ვართ, ცოდვილები არა ვართ და ჩვენ არ გვჭირდება ესე იგი ცოდვისგან გამომწყვეტელიო, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე თვითონ იესოს დავდებთ ბრალს, აი იმაში რომ შენ გვატყუებ, ესე იგი იესოს დავადანაშაულებთ ტყუილში, რომ თითქოს და იესო გვატყუებს, რომ ესე იგი გვეუბნება იმას, რომ მე ცოდვისგან გამოგისყიდეთო და თუკი ჩვენ არ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვილობას, გამოდის რომ ცრუთ დავსახავთ მას და ვიტყვით, რომ აი ჩვენ ესე იგი ჩვენ იმთავითვე სპეტაკები ვართ და ქრისტე რაღაცას იტყუება თქო, ხო? აი ზუსტად აი ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ იმ დროინდელ ფარისევლები იყვნენ, ისეთი რაღაცნაირი, ესე იგი რელიგიური ორგანიზაცია იყო, ფარისევლებს უწოდებდნენ თავს და ამბობდნენ, რომ ესე იგი, ფარისევლობა დღევანდელობაში არის თვალთმაქცობასთან არის ეს გაიგივებული, მაგრამ იმ დროს ცოტა სხვა მნიშვნელობა ჰქონდა ფარისევლობას. იესო ქრისტეს ხორცელად მოღვაწეობის პერიოდში იესოს უწევდა სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობაც საუბრები და ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაცია იყო ეს ძალიან ძლიერი ადამიანური რესურსის და ფინანსური თვალსაზრისით ძლიერი ორგანიზაცია იყო ფარისევლები ერქვათ და ეს ფარისევლები არ იღებდნენ იესოს და ამბობდნენ, რომ ჩვენო ცოდვილები არა ვართო, ჩვენო ესე იგი ყველაფერს ვასრულებთო, რაც რჯულშია მოცემულიო და ჩვენო ცოდვილები არა ვართო და ამის გამო იესოს არ ღებულობდნენ. და იესო მათ ეუბნებოდა, რომ თქვენ რო გეღიარებინათ, რომ ცოდვილები ხართ, ცოდვა არ გექნებოდათო, მაგრამ რადგან ამას არ აღიარებთო, ეს თქვენი ცოდვაო ისევ რჩებაო თქვენზეო. ეს მეტაფორა გამოიყენა უფალმა და სიბრმავეს შეადარა ეს ცოდვილობა და უთხრა მათ, რომ თქვენ რომ ბრმები ყოფილიყავითო, ცოდვა აღარ გექნებოდათო. მაგრამ რადგან ამბობთ, რომ ესე იგი თვალხილულები ვართო, ცოდვა რჩებაო. ესე იგი ეს სიბრმავე გამოიყენა მეტაფორად, რომ თქვენ ცოდვილები ხართო და ეს უნდა აღიაროთო და თუ ამას თქვენ არ აღიარებთო, ესე იგი თუ ცოდვას აღიარებთო, თქვენ განიწმინდებითო, მე გაგწმენდავთო, ესე იგი და თუ არ აღიარებთო, მე არ გაგწმენდავ და თქვენ ისევ თქვენს ცოდვებში მოკვდებითო. და ესე იგი, რას ნიშნავს ეს თუნდაც გერმანიის მაგალითს, სულ რომ ერთმანეთს არაფერი მოპარონ, არაფერი დაუშაონ, აუცილებელი მათთვისაც აუცილებელი არის ცოდვისგან გამოსყიდვა. ბოლო-ბოლო ჩვენ ხედავთ იმას, რომ თვითონ ეს ცოდვის გამომვლინებელი არის საბოლოოდ სიკვდილი. სიკვდილი კიდევ არის ეს დაშლა ჩვენი ორგანიზმისა და თვითეული ადამიანი ექვემდებარება აი ამ მექანიზმს, რაც მოცემულია ადამიანის სხეულში, ეს არის გახრწნის ენტროპიის
კანონი, რომელიც ადამიანის ორგანიზმშიც მოქმედებს. რომ ესე იგი ადამიანი ბერდება, შეიძლება სიბერემდე იგი არც დასნეულდეს, მაგრამ იგი ბერდება და საბოლოოდ კვდება. აი ეს არის ზუსტად ცოდვის შედეგი და ცოდვის ნაყოფი არის და რა თქმა უნდა ადამიანი იმთავითვე მიხვდება რომ მისი სხეული არ არის სრულყოფილი, მისი სხეული გაფუჭებულია და აუცილებელი არის რომ აი ღმერთს მიაკითხოს, აიღოს ღმერთის ბიბლია, ღმერთის წერილი, ისწავლოს პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით და გაარკვიოს რატომ კვდება ადამიანი და რა არის აქედან გამოსავალი და ღმერთი რას გველაპარაკება. ამიტომაც ძალიან დიდი გულისყური მართებს ადამიანს ღმერთისადმი პირველ რიგში ადამიანმა ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. ახლა სხვა დანარჩენი აგერ ეს ახალგაზრდა კაცი სოსო აგერ მრავალ დროს ენერგიას ხარჯავს იმაში რომ იმოგზაუროს, ვიდეოები გააკეთოს და რა თქმა უნდა ესეც ცუდი არ არის ასიურად ახლა ამ თვალსაზრისით, მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ როდესაც ადამიანი ამხელა ენერგიას ხარჯავს აი ასეთ საქმეებში, რა თქმა უნდა მით უფრო დიდ ენერგიას და დიდ დროს უნდა ხარჯავდეთ ღმერთის წერილის შესწავლაში, წაკითხვაში, რომ პირველ რიგში გავარკვიოთ ეს ჩვენი გასაჭირის მიზეზი რა არის, ჩვენ რომ კვდებით და რა არის აქედან გამოსავალი. გამოსავალი არის დაწესებულია, დღესაც მოქმედებს, ეს არის იესო ქრისტეს სახარება და აგერ მან დადო აღთქმა იმისა, რომ ესე იგი მკვდრეთით აღდგომის აღთქმაც დადო რომ ყველა მის მორწმუნეს აღადგენს მკვდრეთით მისი მოსვლისას და საბოლოოდ მარადისობაში იგი შექმნის ახალ ცასა და ახალ მიწას და ზუსტად ეს ახალი მიწა არის აღთქმული მიწა ღვთის მორწმუნეებისადმი და ღვთის მოიმედეებისადმი და იმ აღთქმულ მიწაზე გადავალთ და მარადიულად უფალთან ვიქნებით, რომელ იმ ახალ ცასა და ახალ მიწაზე აღარ იქნება სიკვდილი, გლოვა და აგერ წერია კიდეც ბიბლიაში რომ შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცხრემლს, ესე იგი და აღარ იქნება გოდება, ტირილი და საერთოდ გასაჭირი აღარ იქნება. და ვიქნებით მუდმივად ღმერთთან და ეს შემაცდენელი ეშმაკი, რომელზეც ბიბლიაში არის ინფორმაცია რომ იგი ნამდვილად არსებობს და ადამიანთა მტერი არის ეშმაკი, იგი სამუდამოდ ესე იგი ჩამოშორებული იქნება ყველანაირ ასპარეზს და მას შეხება აღარ ექნება ჩვენთან, არანაირი შეხება ექნება ჩვენთან. ამიტომაც როდესაც აი ასეთ ესე იგი მნიშვნელოვან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გველაპარაკება ღმერთი, პირველ რიგში ჩვენ გვმართებს მისადმი ყურადღება და დანარჩენი ღმერთი არც მოგზაურობას კრძალავს, არც ჭამას, მას, დალევას, ალკოჰოლურ თრობას კრძალავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა აქ ჯერ ადამიანი ღმერთს უნდა გაეცნოს, ღმერთი უნდა გაიცნოს მისივე წერილის მეშვეობით, მისი სწავლება ისწავლოს, აი რას გველაპარაკება ღმერთი, რომ გაგვარკვიოს მან ჩვენს თავში, ესე იგი ვინა ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ, სად მივდივართ, რა გვმართებს ჩვენ. აი ეს ყველაფერში ღმერთი გვარკვევს და შემდგომ ამისა ახლა ის ასე ვთქვათ მორალური კანონები რაც არის რომ არ უნდა დავთვრეთ, არ უნდა ვიყოთ მაგინებლები, არ უნდა ვიმრუშოთ, ჰომოსექსუალები არ უნდა ვიყოთ, თუ კი ადრე რომელიმე ადამიანი ჰომოსექსუალი იყო, ეს მთლიანად უნდა დააგდოს ეს თავისი ბოროტი გზა და მთლიანად ღმერთისკენ უნდა შემოbrunდეს. თუ ადამიანი მეძავი იყო, მთლიანად უნდა დააგდოს ეს თავისი ბოროტი გზა და მთლიანად უფლისკენ უნდა შემოbrunდეს. გასაგებია ხო ეს და უკვე ამას თვითონ
ადამიანი, რომელიც გაქრისტიანდება და უფალ იესო ქრისტეს სახარებას დაემორჩილება, უკვე მისთვის ეს აღარ იქნება საძნელო და რაღაცა გაუგებარი. და თუ კი ადამიანი ამას არ გააკეთებს, უკვე ჩემთვის გასაკვირი არ არის ის, რომ მან არ მიატოვოს ეს მემთვრალეობაც, იმიტომ რომ ჯერ თავარი არის, რომ თუ იესო ქრისტეს არ ირწმუნებთ, არ მიიღებს შენს მხსნელად და იტყვი, რომ აი მე მხსნელი არ მჭირდებაო, იმთავითვე უკვე საკუთარ თავს უგუნურად და ბრიყვად წარმოაჩენდა, უკვე შენში არ არის აი რაიმე საღიაზრის მიმღებლობა და რა თქმა უნდა გასაკვირი აღარ არის, რომ ასეთი ადამიანი ისევ რჩება თავის ძველ ცხოვრებაში და ახალს არ იწყებს. და თუ კი ამ ადამიანმა გონს არ მოუხმო, იგი საბოლოოდ თავისივე არჩევანი იქნება ეს, რომ დაშორდება პარადისობაში ღმერთს და დაიტანჯება. ღმერთ ჩვენ რომ უყვარვართ, იგი მან დაამტკიცა აგერ ხის ჯვარზე ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლით, მან თავისი საკუთარი სხეული შესწირა ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, მოკვდა ჩვენთვის და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით. ამიტომაც მეტი ძალიან დიდი გულისყური გვმართებს მისადმი. ამ შემთხვევაში ჩვენ რელიგიურ ორგანიზაციებში კი არ უნდა დავიწყოთ ძებნა ცოდნისა, არამედ თვითონ ღმერთის წერილშივია მოცემული ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ღმერთი არ გვეუბნება იმას, რომ აქ ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციებში ვიაროთ. არა, არამედ თვითონ პირიქით ღმერთი მრავალ რელიგიურ ორგანიზაციას იმ დროსაც აკრიტიკებდა და დღესაც აკრიტიკებს, იმიტომ რომ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციები აბცდარნი არიან გზას, იგივე საქართველოში მოღვაწე საპატრიარქოს ორგანიზაციაც, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაც, ისლამური ორგანიზაციაც, მთელ რიგ საკითხებში ესენი ეწინააღმდეგებიან იესო ქრისტეს მოძღვრებას. აი მაგალითად საპატრიარქოს ორგანიზაციაში არსებული სამღვდელო სარიტუალო სისტემა უფალს არ დაუდგენია. ეს პირიქით უფალმა იესომ გააუქმა სამღვდელო სარიტუალო სისტემა, რაც ძალიან მკაფიოდ არის მოცემული ბიბლიაში, განმარტებულია ბიბლიაში, ახალი აღთქმის მხარეს ებრაელთა მიმართ წერილში. თქვენ თვითონ უნდა ისწავლოთ ბიბლია პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით, უნდა წაიკითხოთ და ღმერთი გაგარკვევთ მთელ რიგ აი ამ საკითხებში. ასე რომ მოусმინოთ ღმერთს და ჩვენ და სასიკეთოდ მას დავემორჩილოთ და ჩვენ ესე იგი ვინც ღმერთს უსმენს, იგი გათავისუფლდება აი ამ გასაჭირისაგან, რასაც ქვია ცოდვილი ბუნება, რასაც ქვია ეს ძველი სხეული, რომელიც ბევრ ამაში გვაწუხებს და უფლის აღთქმისამებრ, როგორც ამას პავლე მოციქულიც გვამცნობს კორინთელთა პირველი წერილის მე-15 თავში, ჩვენ შეგვემოსება ახალი სხეულები, გამდიდებული სულიერი სხეულები და მარადისობაში ჩვენ ღვთის ხალხი უფალთან ვიქნებით აი ამ ახალცასა და ახალ მიწაზე, რომელიც დადებულია, რომელზე წინასწარმეტყველება და რომლის შექმნის აღთქმაც დაპირებაც დადებულია ღვთისაგან. ამიტომაც ჩვენ თუ ვემორჩილებით ღმერთს, ეს ჩვენთვისვე არის სასიკეთო, თუ არ ვემორჩილებით, ეს ჩვენთვისვე იქნება უარესი და ჩვენ თუ ღმერთს არ დავემორჩილებით, ვერავითარ სიკეთეს ვირგებთ, თვითონ აი ამ დღევანდელი წუთისოფლისგანაც ვერაფერს ვირგებთ, იმიტომ რომ ეს წუთისოფელი დროებითია, გავა ყველაფერი და საბოლოოდ დავრჩებით უღმერთოდ. ამაზე თავად უფალი იესო ამბობს, რომ რას ირგებსო კაციო, აი რას გამორჩება კაციო, თუნდაც მთელი წუთისოფელი შეიძინოსო და თავისი სული კი დაკარგოსო. ნახეთ,
იესო ამბობს აი ამას და მართლაც აი ასეა მთელი მსოფლიოს ქონება რომ შენი იყოს. მთელი მსოფლიოს ქალები და კაცები რომ შენი იყოს. ყველანაირად ესე იგი ყველა რომ შენ გეთაყვანებოდეს. შენ მაინც ვერ შეაჩერებ შენს მკვდომას, შენ სიკვდილს აუცილებლად მოკვდები და საბოლოოდ თუ ღმერთს არ დაემორჩილები, სამუდამოდ დაშორდები ღმერთს და აღმოჩნდები ისეთ მდგომარეობაში და ისეთ ადგილას, სადაც დაიტანჯები. ესე იგი, ყალბი არის აი ეს ერთგვარად აი ეშმაკისგან მოწოდებული აზრი, რომ ადამიანები უღმერთოდ კარგად იქნებიან, ჩვენ შეგვიძლიაო მოვაწყოთ აქ ცხოვრება ისე რომ ღმერთი არ გვჭირდებაო, ღმერთი არ არის ჩვენთვის სასიკეთოო, არ გვჭირდება რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენ თუ კი რაიმე ჭირი გვაქვს, ჩვენვე შეგვიძლია ამას მოვუაროთო. და ღმერთის აუცილებლობა არ არისო, ხო? ეს არის ერთგვარი ეს ჰუმანიზმის ტოტალური ჰუმანიზმის პრინციპი არის ეს, რომ ცენტრში დგას, სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი, ღმერთი განდევნილია, ასე ვთქვათ, და ადამიანმა თავისი კომფორტისთვის, თავისი ესე იგი და ამავე დროს ადამიანება ერთმანეთსაც არ უნდა შეაწუხონ, ერთმანეთი არ უნდა დააზარალონ და ეს ჰუმანიზმის პრინციპი არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია აქ სამოთხის დამკვიდრება, ჩვენ ერთმანეთს უნდა ესე დავეხმაროთ, გამოვადგეთ და ამავე დროს ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. თუ ადამიანი ჰომოსექსუალიაო, მან უნდა განახორციელოსო ესო, ჩვენ იგი არ უნდა დავზრახოთო, ჩვენ არ უნდა გავაკრიტიკოთო, იმიტომ რომ მას ეს სიამოვნებსო, იგი ასეთიაო და ბოლომდე ერთმანეთს ხელი უნდა შეუწყოთ აი ამაშია, მაგრამ უფალი ამას არ გვეუბნება. უფალი გვეუბნება იმას, რომ ადამიანი დაბადებიდან ცოდვილია, იგი ვერ დაიხსნის თავს აი ამ ცოდვილობიდან დამოუკიდებლად, ადამიანი თავის თავს ვერ დაიხსნის და აუცილებელი არის იესო ქრისტეს მიღება. აუცილებელი ადამიანმა მთლიანად დაყაროს ფარხმალი, აღიაროს რომ არის ცოდვილი, ცოდვად დაცემული, აღიაროს რომ მას არ შეუძლია თავისით ამისგან განთავისუფლება და იესო ქრისტე მიიღოს თავის მხსნელად, რომ მან იხსნა იგი ცოდვისაგან. იესო ქრისტე აღიაროს თავის მხსნელად, თავისუფლად, ცოდვისგან გამომსყიდველად და აი ამ რწმენით იწმინდება ეს პიროვნება და ამისათვის უფალ იესოს ვეუბნებით მადლობას მოუხმობთ მის სახელს და ჩვენი ბაგეებით მადლობას შევწირავთ მსხვერპლად. ესე იგი, მე უფალს ვეუბნები, რომ მადლობა უფალო იესო, რომ გამომისყიდე ცოდვისგან. აი ეს არის შესაწირავი და ჩვენ უკვე ქრისტიანები აი ამ მსხვერპლს უნდა ვწირავდეთ ღმერთს, ესე იგი გამუდმებით მადლობა, რომ ჩვენ ესე იგი მადლობას და ხოტბას შევასხავთ მას. სულ ეს იყო ამჟამად რაც მინდოდა მეთქვა, მადლობა მოსმენისათვის და გისურვებთ ესე იგი უფლის ღმერთის მორჩილებაში შესვლას, ვინც არ ახართ, შესვლას, ხოლო ვინც ხართ, დარჩენას და ესე იგი მისი მადლის სრულად თანაზიარობას.